სამშვიდობო პოლიტიკის ალტერნატივა, რომ მეორე ფრონტი და ბრიუსელზე დამოკიდებულება ვერ იქნება, ამის ძალიან მძიმე, მაგრამ პირდაპირი მაგალითია სისხლისგან დაცლილი უკრაინა. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია არ აღიარებს, მაგრამ ყველა ფაქტი და ქმედება იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინა ევროპის მშვიდობისთვის გაწირეს. პრაქტიკულად ევროპის ეგრეთ წოდებული რკინის გუმბათის როლი მოარგეს ქვეყანას, რომელიც მესამე წელია კარგავს ტერიტორიებს და კარგავს ადამიანებს. რამდენი ნაბიჯი აშორებს დასავლეთს მესამე მსოფლიო ომამდე? ეს კითხვა დღეს ყველაზე აქტუალურია. ტრამპის პროგნოზი მძიმეა. ზელენსკი არჩევნებს თითქმის დათანხმდა, მაგრამ Deep State-ის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ბიუროკრატია ომის მხარდამჭერად რჩება. რუსეთი ბრიუსელს აფრთხილებს. ნატოს ღიაკარი ბევრი სახელმწიფოსთვის ილუზია აღმოჩნდა. უფრო სწორად, პატარა ქვეყნებისთვის საფრთხე. ზე სახელმწიფოებისთვის კი ყველაზე სარფიანი სავაჭრო ინსტრუმენტი. გლობალური პოლიტიკის ასარევად და საკუთარი შეხედულებებით დასალაგებლად. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე უარს ამბობს. ამ წუთებში კი ბერლინში ვოლოდიმერ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ლეო სიხარულიძე გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. რუსული დრონების მასირებული თავდასხმა უკრაინის 5 რეგიონზე. მკაცრი ზამთრის წინ სერიოზულად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის, წყლისა თუ ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მილიონობით უკრაინელი. სწორედ ასეთ ფონზე მოუხდა გერმანიაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებზე ჩასვლა სტივ უიტკოფს. პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი ევროპაში 3 დღე დარჩება და ვიდრე გერმანია, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ, რუსეთ-ბელარუსთან საზღვრის გასაძლიერებლად პოლონეთში სამხედროებს აგზავნის, შეეცდება, რომ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონის შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმოს. ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შობის დღესასწაულამდე, ანუ 25 დეკემბრამდე სურს. რაც ნიშნავს, რომ უიტკოფის მისია ისეთივე რთული შესასრულებელია, როგორც დიდი შვიდეულის დაპირება, რომ უკრაინას რუსეთის მიერ მიზანმიმართულად განადგურებული ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენასა და მის უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. უიტკოფის წარმატებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისიც, რომ კირ სტარმერიც, ემანუელ მაკრონის და ფრიდრიხ მერციც უკრაინის მიერ ომის გაგრძელების მომხრეა, ისევე როგორც ბრიუსელის ევრობიუროკრატია. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას, ევროპა კი უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინა უნდა ვაქციოთ რკინის ზღარბად, რომელსაც თავდამსხმელი ვერასოდეს მოინელებს. ბრიუსელისთვის უკრაინა ის ტანკსაწინააღმდეგო ზღარბია, რომელმაც რუსეთიდან ევროპისკენ მომდინარე საფრთხეები უნდა შეაკავოს. დრო მაჩვენა, ბიუროკრატებს დასავლეთში ნაკლებად აინტერესებთ ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი მათი უსაფრთხოებისთვის იხდის. ახლახან გაირკვა, რომ ბრიუსელის დაპირების მიუხედავად უკრაინა შესაძლოა 2027 წელს ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამას როიტერი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი კი დიდი ხნის წინ დაიხურა. ევროკომისიის პრეზიდენტის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის განცხადებები კარგი მაგალითია იმისა, როგორც ცდილობს კორუფციულ სკანდალებში გახვეული და ღრმა ინსტიტუციურ თუ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროკავშირის შიდა პრობლემების გადაფარვას. დღეს დასავლეთში სულ უფრო მეტი ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივება მათთვის ამის საუკეთესო საშუალებაა. კაია კალასის არც ერთი განცხადება ლოგიკური არ არის. მაკრონი არც მის ნათქვამს დაჰყვება აზრი. ვერც ერთი ევროპელი ლიდერის განცხადებაში ლოგიკის ნიშანწყალს ვერ იპოვით. ევროპელები ჯიუტად მისდევენ სრულიად გაუგებარ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ვაშინგტონი და მოსკოვი უკმაყოფილებით ადევნებენ თვალს. საბოლოო ჯამში კი ევროპელებს არაფრად აგდებენ და შედეგად ევროპა პატარა ბავშვით ფეხებს აბაკუნებს. ერთ დღეს ევროპაში გამოიღვიძებენ და მიხვდებიან, რომ საკუთარი თავი გაანადგურეს. წინ ძალიან ცუდი ელით.
ევროპელ ლიდერებს კარგად ვიცნობ, ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგს კი არა უშავს. ვიცი მათ შორის რომელია კარგი ლიდერი და რომელიც ცუდი. ვიცნობ მათ შორის ჭკვიანებს და სულელებს. ზოგიერთი მათგანი ძალიან სულელია. საბოლოო ჯამში ევროპა კარგ საქმეს არ ასრულებს. ზედმეტ საუბრობენ. ევროპა სუსტია, მათ სურთ იყვნენ პოლიტკორექტულები. საბოლოო ჯამში თავად არ იციან რა საკეთებენ. ევროპამ არ იცის რა გზას დაადგეს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ამ ჩაანაცვლა. ომის რიტორიკა კი ევროპის კონტინენტზე სისხლის მღვრელი კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა. ფაქტია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას ევრობიუროკრატია გაშმაგებით ეწინააღმდეგება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას უნდა დაუთმოს სამშვიდობო ინიციატივა, რადგან ეს ომი სწორედ ევროპაშია. ჩვენ უკრაინას მხარს უჭერთ ამ კონფლიქტში და მოლაპარაკებებშიც მდგრადი მშვიდობის სახელით. მას თუკი ოდესმე მივახცევთ. შეერთებული შტატებისგან მოითხოვენ სამშვიდობო ინიციატივა მათ დაუთმოს. ასეთ ცდილობენ მაკრონი, სტარმერი თუ მერცი ამ პროცესში საკუთარ და ევროპის წონას გაუსვან ხაზი. არადა ამ სამეულისგან, რომელიც ზელენსკის განუყრელ ანტურაჟად იქცა, მხოლოდ ბრძოლისა და ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები ისმის. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ვიცით, რომ უკრაინის ბედი ევროპის ბედია. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამერიკული სამშვიდობო ინიციატივისადმი. ჩვენ უკრაინას მხარს უჭერთ ამ კონფლიქტში და მოლაპარაკებებშიც მდგრადი მშვიდობის სახელით. მას თუკი ოდესმე მივახცევთ. რა იგულისხმება მდგრად მშვიდობაში, რუსეთის განეიტრალება თუ ყველა მხარისთვის მისაღების სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება? კონკრეტული განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აფიქრებინებს, რომ ევრობიუროკრატიას სიტუაცია მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. თუ ყველა ასეთ თამაშს განაგრძობს, მესამე მსოფლიო ომში ამოვყოფთ თავს, ეს კი არ გსურს. ევროპის პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალისადმი ამერიკული სკეპტიციზმი ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად ევროსტატის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას 311 მილიარდი ევრო გადაუხადა სხვადასხვა საქონელში. უკრაინას კი ამავე პერიოდში 124 მილიარდი ევროთი ნაკლები. ისიც პროცენტიანი ვალის სახით, რომელიც ომით განადგურებულმა უკრაინამ უნდა გადაიხადოს. ევროპელებს სურთ ვითარება აკონტროლონ, მაგრამ შესაბამისი ძალაუფლება არ გააჩნიათ. ამავე დროს ეს კარგად უწყლიან, მათი ერთადერთი შანსი ვაშინგტონის ომში მეტად ჩათრევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ომს აგებენ. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ევროპას სულ არ ანაღულებს უკრაინის ბედი, ეს მათთვის თამაშის ნაწილია. ევროპის მიზანია ამ ომის გაჭიანურება. მანამ სანამ ამერიკა პირს იბრუნებს, ვაშინგტონის გარეშე ევროპა არაფერია. ევროპის ორმაგი სტანდარტის და უკრაინის ომში ამერიკული რესურსების კლების ფონზე ევრობიუროკრატიამ პროცესში საკუთარი როლის ხაზგასასმელად ასეულობით მილიარდი დოლარის რუსული აქტივების საბოლოოდ გაყინა გაურკვეველი ვადით. უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. მანამდე ამ საკითხზე იყო ბელგიის პრემიერის სკანდალური განცხადება. ვიჯერა ნამდვილად, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. ეს ზღაპარია სრული ილუზია. არც არის სასურველი წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ვიჯერა, რომ პუტინი რუსული აქტივების კონფისკაციას მშვიდად მიიღებს. მოსკოვმა შეგვეთხოვინა, რომ აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში ბელგია და პირადად მე ამის შედეგებს სამუდამოდ ვიგრძნობთ. ევროკლეარს რუსეთში 16 მილიარდი აქვს. რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხანა შეიძლება წაიღონ და თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს, ამ ყველაფერზე ვიფიქრეთ, განვიხილეთ? არა, არ გვიფიქრეთ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კი ევრობიუროკრატების ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა. უნგრეთის გვერდისავლით ევროპული კანონმდებლობის სრული დარღვევით რუსული აქტივების ქურდობა ომის გამოცხადების ტოლფაზია. გაყინული რუსული აქტივების მითვისება ომის გამოცხადებაა. მე არ გამიგია 200 და 300 მილიარდი ევროს წართმევა სახელმწიფოსთვის და ამ სახელმწიფოს მიერ ამის არ შემჩნევა. პასუხი აუცილებლად იქნება. ამ პროცესს სამი გერმანელი უძღვება და სწორედ მათ მიჰყავთ ევროკავშირი გამოუვალ მდგომარეობამდე. ფრიდრიხ მერცს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქციის მეთაურს ბატონ ვებერს. ასეთ ფონზე ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან ომისთვის მზადების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომი მოსალოდნელია. ეს მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღიდან უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე კრემლის დაყოლიებას ცდილობს.
მზადდება რუსეთთან ომისთვის ამერიკასთან ერთად თუ ამერიკის გარეშე. დარჩება თუ არა ვაშინგტონი ნატოს შემადგენლობაში. ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კონგრესმენმა თომას მესიმ ამერიკის შეერთებული შტატების ნატოდან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. ნატო ცივი ომის რელიკვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის და არა სოციალისტური სახელმწიფოების დასაცავად. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატები არ არის ვალდებული უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება. როგორ გაგრძელდება ამერიკა-ნატოს ურთიერთობა დრო აჩვენებს, მაგრამ უკვე ცნობილია ვაშინგტონის უარყოფითი პოზიცია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ეს კარგად იცის ზელენსკიმაც, რომელმაც აღიარა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასაც ეს პოზიცია ჰქონდა, ღიად გაკეთებული სხვა შინაარსის განცხადებების მიუხედავად. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ჩვენი ნატოში ხილვა და ისინი ამის შესახებ ღიად საუბრობენ. ეს არ არის ვინმეს ვარაუდი. დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები და გუშინდელიც ადრე არ გვაძლევდნენ ნატოში მოწვევას, არ გვაძლევდნენ კონკრეტიკას და ეს პოზიცია არ შეცვლილა. ეს არის შეერთებული შტატების თანმიმდევრული პოზიცია. როგორც ჩანს, ზელენსკის ამ პოზიციაზე თანხმობის თქმა მოუწევს. Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნატოს წევრობაზე უარს ამბობს. ანუ აღარ იარსებებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი მიზეზი. მაგრამ სანამ გაირკვევა უკრაინის ოფიციალური პოზიცია, ამერიკის პრეზიდენტი პარალელურად ქვეყანაში არჩევნებს ითხოვს. ზელენსკი კი ნატოს მეხუთე პუნქტის შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებს. თეთრ სახლში კი მოთმინების ფიალა ევსებათ. პრეზიდენტს უკვე ყელში ამოვიდა ამ ომის ორივე მხარე. ის დაიღალა მხოლოდ შეხვედრების მიზნით შეხვედრების გამართვით. მას საუბარი აღარ სურს, ქმედებას წყურია. რაც შეეხება ამერიკული დიპლომატიის მიერ შემუშავებულ 28 გნებავთ 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯერარდ კუშნერი შედის, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკიც გამოჩნდა. ახლა მთელი ყურადღება ბერლინისკენ არის მიმართული, სადაც ხვალ გაირკვევა, ვინ გადაწონის, ტრამპის მშვიდობა თუ ომის გაგრძელების მოსურნე ევრობიუროკრატია.